ბანდიტური დაჯგუფება ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე და მფუძნებელი საკუთარი თავი კიტრი რომ ჰგონია, მაგარი რომ ჰგონია, რომ მის გარშემო მოტრიალებს დედამიწა და რომ ის არის არა მარტო საქართველოს, არამედ ლამის მთელი მსოფლიოს და მინიმუმ კავკასიის რეგიონის გადამრჩენელი, ის არის ყველაზე დიდი ქართველი, ყველა დიდ ქართველთა შორის რა, დავით სარაჯიშვილი, ილია ჭავჭავაძეზე დიდი ქართველიც კი, რომელიც ღმერთმა მოუვლინა ჩვენს ქვეყანას, ასეთი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ასევე წარმოდგენა აქვს, რომ ის არის ყველაზე კარგი მეუღლე, ყველაზე კარგი შვილი, ყველაზე კარგი მამა, ყველაზე მდიდარიც ლამის მთელ მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში ამ რეგიონში ნამდვილად, რომ ის არის დაუმარცხებელი, რომ ის არის ეტალონი, ზნეობრივი გმირი, მოკლედ აი ეს პირი, რომელიც აქამდე იმალებოდა, აბასთუმნის უღრანებში იმალებოდა, ერთობოდა საკუთარ ოთხფეხა ცხოველებთან, მეგობარ ცხოველებთან ერთად აბასთუმანში და შესაძლოა სხვაგანაც. აგრეთვე ეხუტებოდა საკუთარ მცენარე ხეებს, მიტანილებს ბაობაბის ხეებს ეხუტებაო, ასე ვამბობთ. პირი, რომელიც სამდენი ხანი არ გამოჩენილა მოკლედ და მიმალული იყო, ახლა გამოჩნდა. და პოლიტსაბჭოს ბანდიტური დაჯგუფება ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე მივიდა. გაიღიმა, თავი ყინჩად წარმოაჩინა. აჩვენა მისივე ბანდიტური დაჯგუფების წევრებს, რომ თვითონ თავად არ ნერვიულობს. რეალურად მისვლა ამდენხნიანი პაუზის შემდეგ არის მადასტურებელი, რომ ფრიად ღელავს. ახლა ისინი მართლაც ღელავენ, იმიტომ რომ ერთი ბურჯი, ერთი საყრდენი პროპაგანდისტური იმედის სახით კი არ გამოეცალათ, არამედ ამ იმედს გვარიანად გაუჭირდა და მათი გადასარჩენია და ეს გადარჩენა იმედისა კი ცოტა ფული არ დაუჯდებათ. არა, მე არ ვამბობ, რომ ბიზინა ივანიშვილი ამ ფულს არ გაიღებს, რაც საკვირველია. იმდენად უნდა ძალაუფლებაში დარჩენა, რომ ბიზინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იმედი გადარჩეს, მაგრამ ბიზინას ნებისმიერ შემთხვევაში დაერხევა.